დაბადება. თავი მე-14. შინყარის მეფის, ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედორლაღომერმა, ყელამის მეფემ და თიტყალმა, გოიმის მეფემ. ომი დაიწყეს სოდომის მეფე ბერაყთან, გომორას მეფე ბირშახთან, ადმას მეფე შინაფთან, ცებოიმის მეფე შემებერთან და ბელაყის, ანუ ცოყარის მეფესთან. ყველანი სიდიმის ველზე შეიკრიბნენ, სადაც ახლა მლა შეზღვაა. 12 წელს ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს, ხოლო მე-13 წელს აუჯანყდნენ. მე-14 წელს მოვიდა ქედორლაღომერი, მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და დაამარცხა რეფაიმელნი, ყაშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელნი, ჰამში, ემიელნი, შავე კირიათაიმში. ხორიელები კი სეყირის მთებში, ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან. უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, რომელიც კადეშშია და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, ასევე ამორელნიც, ხაცეცონ თამარის მკვიდრნი. და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის, ანუ ცოყარის მეფეები და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა. ყელამის მეფე ქედორლაღომერს, გოიმის მეფე თიტყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს, 5 მეფემ, 4 მეფეს. და იყო სიდიმის ველზე უამრავი ფისოვანი ორმო და შიგ ჩაცვიდნენ უკუქცეული სოდომისა და გომორას მეფენი, დანარჩენები კი მთებში გაიქცნენ. და წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ. ლოტიც, აბრამის ძმის წულით წაიყვანეს, მთელი მისი ქონებით ურთ და წავიდნენ. და მოვიდა ერთი რტოლვილი ებრაელ აბრამთან და შეატყობინა ეს ამბავი. მაშინ იგი ამორელი მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმის მუხნარში ბინადრობდა. აბრამის მოკავშირენი იყვნენ ისინი. როცა აბრამმა მისი ძმისშვილის დატყვევების ამბავი გაიგო, აღჭურვა თავის სახლში შობილი 318 კაცი და სდია მტერს დანამდე. გაიყვნენ ღამე აბრამი და მისი კაცნი, დაამარცხეს ისინი და ხობამდეს დიეს, რომელიც დამასკოს მარცხნივაა. დაიბრუნა მთელი ქონება და თავისი ძმისშვილი ლოტიც, მისი ქალებითა და ქონებით ურთ. გამოეგება სოდომის მეფე შავეს ველზე, რომელსაც ახლა სამეფო ველს უწოდებენ, ქედორლაღომერსა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ. და გამოუტანა პური და ღვინო მელქისედეკმა, შალემის მეფემ და იყო ის უზენაესი ღმერთის მღვდელი. აკურთხა იგი და თქვა: კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ. კურთხეულია უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტრები და მისცა მას აბრამმა მეათედი ყოველივედან. უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: ხალხი მომეცი, ქონება კი შენთვის დაიტოვე. უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, უზენაესი ღმერთისადმი, ცისა და დედამიწის მფლობელისადმი. რომ ძაბსა და ფეხსაცმლის თასმასაც კი არ ავიღებ იქიდან, რაც შენია, რომ არ გათქმევინო, მე გავამდიდრეო აბრამი. გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ხვდათ წილად, ყანერმა, ეშქოლმა და მამრემ თავთავიანთი წილი წაიღონ.